მოგესალმებით ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. პარტიის გახარია საქართველოსთვის 12 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. დადგენილების პროექტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ თეონა აკუბარდიას, ანა ბუჩუკურს, გიორგი გახარიას, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახაბერ ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს, ზვიად ძიძიგურს. პარტიას გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო სია არ ჩაუხსნია. შესაბამისად, მისი 12 წევრი დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრად ითვლებოდა. სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა. შალვა პაპუაშვილის თქმით, მანდატების შეწყვეტის შემდეგ პარტიას 6 თვით შეუჩერდება პარტიული დაფინანსებაც. ბატონი გახარიას პარტიის წევრება, ვინც პირველი 12 ნომერი არის სიაში, გავსხვილ სიაში ვინც იყო, არ მიიღეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, რეგლამენტით რაც არის გათვალისწინებული, სანქციები მოქმედებს და ზოგადად ესეთი დამოკიდებულება ამორჩევლის მიმართ არის, არ ვიცი ხა, ძალიან გულდასაწყვეტი, არა მხოლოდ ბატონი გახარიას მხრიდან, არამედ დანარჩენი სამი რადიკალური ოპოზიციური პარტიის მხრიდანაც, როდესაც ამორჩეველი შენ ხმას გაძლევს, შენ უნდა იყო მისი ხმა და წარმომადგენელი პარლამენტში, სადაც შენ გაქვს ტრიბუნა, სადაც შენ გაქვს მუშაობის საშუალება, კომისიებში ჩართვის საშუალება, კომიტეტებში მუშაობის საშუალება და როდესაც შენ ამაზე უარს ამბობ, შენ პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს შენივე ამორჩეველს. ეს არის პოლიტიკური აქტი და აქ უკვე კონსტიტუციაში გათვალისწინებული ბოიკოტის უფლება იზღუდება, რა თქმა უნდა, ნორმალური და სამართლიანი სასამართლოს პირობებში ამას გაეცემა სამართლებრივი და ასევე პოლიტიკური პასუხი, არჩევნები არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, შესაბამისად ჩვენ გამოვიყენეთ პოლიტიკური ბოიკოტის უფლება, რომელიც კონსტიტუციით არის მონიჭებული ჩვენთვის და დღემდე ხედავთ, რომ ჩვენ არ გვახორციელებდით საპარლამენტო მუშაობას, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის წევრები არ ღებულობდნენ არც ამისთვის ხელფასებს. ვინ მიიღებს და ვინ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას? კეჭისყრამდე რამდენიმე თვერჩება, თუმცა ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. ამ ეტაპზე არჩევნებისთვის ემზადება გახარიას პარტია და გირჩი. ლელო კვლავ ფიქრისა და კონსულტაციების პროცესშია. სხვა ოპოზიციონერი პარტიები კვლავ უარს ამბობენ და ბოიკოტის მნიშვნელობაზე მიუთითებენ, რაც წერილობითაც დაადასტურეს. მართლ გუნდში კი გამარჯვების ჯერათ და ამბობენ, რომ ოპოზიცია საბოლოოდ არჩევნებში ჩაერთვება და მათი რეიტინგიც დადასტურდება. ჩვენ გახარიას პრეზიდენტის უარის ჩვენთვის ლელოსთან მიმართებაში ბოიკოტის შემთხვევაში ჩვენ ვაგრძელებთ ლელოსთან კომუნიკაციას და დიალოგს. ყველაზე ნაკლებად მინდა ხოლმე ლელოსთან ამ რიტორიკით ვისაუბრო, მაგრამ მეგობრებო, როდესაც ჩვენ კარგად სამშობლოს, ასეთ შემთხვევაში ყველამ უნდა იცოდეს, რომ 13 წლის მანძილზე ძალიან ბევრი ადამიანს, არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, ოპოზიციაშიც ძალიან ბევრი რაღაცა ერთობის ხათრით ეპატია. მე ვფიქრობ, რომ ახლა არის კაფეობის და სიცხადის დრო, შესაბამისად ყველა ეს ადამიანი, ვინც ნებით თუ უნებლიეთ, არ აქვს მნიშვნელობა რა მიზნით მონაწილეობას მიიღებს ამ სპეცოპერაციის გაფრთხილებაში, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვია, გადაიხდის ძალიან მწარე ფასს არა მხოლოდ საკუთარ ამორჩეველში, არამედ პოლიტიკურ წრეებში. უარგისების ნაწილი არჩევნებში არ ღებულობს მონაწილეობას. შესაბამისად, შანსი არის, რომ ნორმალური ადამიანებისთვის გაჩნდეს ადგილი, თუნდაც პირველი ნაბიჯის გადასადგილად ადგილობრივი მნიშვნელობის პოლიტიკაში მაინც და ჩვენ ვთავაზობთ ჩვენ საზოგადოებას ამ შანსის გამოყენებას ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენთვის ყველა ადგილი ვაკანტურია, სადაც საშუალება ჩდება, რომ ჩვენი მომხრეები გავიდნენ და გვინდა რომ ეს ვაკანტური ადგილები შევავსოთ და თან შევავსოთ ნორმალური ხალხი. რადიკალურ ოპოზიციაში დაპირისპირებაა და შეიძლება ჩვენ მოგვიწიოს ახლა რაღაცა შუამავლის როლის შესრულება, იქნებ როგორმე შევარიგოთ ეს ხალხი, არ დახოცონ ერთმანეთი. რამენაირად მორიგდნენ, რომ ვიღაცა მიიღებს მონაწილეობას, ვიღაცა არ მიიღებს მონაწილეობას. არა უშავს, მეგობრებო, ახლა ერთმანეთი არ დახოცოთ. ის ფაქტი თავად, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა მშვიდობას, ემხრობა თავის ძროზე არჩევნების ჩატარებას და ემხრობა თანასწორ ურთიერთობას,
ეს არის მოცემულობა, ამას ვერ შეცვლის ვერავინ. ისინი ბუნებრივი ასრულებენ იმ დავალებებს პატრონებისგან მოსდეთ, მეორე მხრივ თამამად მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და კიდევ ერთხელ ქართული საზოგადოებისგან, ქართული ელექტორატისგან მიიღონ განაჩენი იმ ნულოვანი მხარდაჭერის პირობებში, რაც მათ გააჩნიათ. ესეც ბუნებრივია საფრთხილოა მათთვის, ისეთ გადაწყვეტილებას მოკლედ საბოლოოდ მიიღებენ, როგორი დავალებაც ექნებათ. ნაწილი უკვე აცხადებს, რომ იღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამ გზით თუ მის გარეშე ბოიკოტის გარეშე რეალურად პოლიტიკურ სამარემდე ერთი ნაბიჯი აქვს დარჩენილი რადიკალებს. ნარკომანიასთან ბრძოლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. 15 აგვისტოდან ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა და ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს აეკრძალებათ. ამასთან 1 ოქტომბრიდან კერძო კომპანიებს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი სრულად შეეზღუდებათ და ეს მიმართულებად სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. საკითხის მომხსენებლის ზაზა ლომინაძის განმარტებით ბენეფიციარებისთვის ყველა საჭირო სერვისს სახელმწიფო უსასყიდლოდ უზრუნველყოფს. დღეს მოქმედ სახელმწიფო და კერძო პროგრამებში სულ 15,000-მდე ბენეფიციარია ჩართული. ეს ნარკოპოლიტიკაც ქართული ოცნების ახლა რა მიმართულებითაც რომ ვითომ ბრძოლავთ ამასთან დაკავშირებით გამოცხადებული ჩემთვის არაგულწრფელი იქნება მანამ სანამ ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არ იქნება მკაფიო. პირველი ვინ არიან მაღალ ეშელონებში ამ ნარკობიზნესის ფარველები, ეს ერთი და მეორე, როდესაც საბოლოოდ მორჩება ქართული ოცნება იმას, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანები თავისი ბინძური საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენოს და ამ ადამიანებს ევაჭროს იქ ერთ დოზას მისცემს, ორ დოზას მისცემს, სამ დოზას და მე არჩევნებზე არ ბენინოს ეს ადამიანები, მანამდე მათი ეს ქმედებები იქნება უბრალოდ არაგულწრფელი. ერთი ნაწილი, რომელიც ეხება შესაბამისად ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანას, რომლის ექსკლუზიური უფლებამოსილება იქნება სახელმწიფოს და ამავდროულად კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის საკითხებიც აღარ იქნება შესაძლებელი და ამ შესაბამის პროცესს წარუძღვება მხოლოდ სახელმწიფო, რაც გააზრდის მეტად ეფექტურობას და მათ შორის აღარ იქნება შესაძლებელი გარკვეულებს, რომ საკანონმდებლო ჩარჩო გამოიყენოს საკუთარი ბიზნესისთვის, იმიტომ რომ ეს არის საკითხი, რომელიც ეხება ადამიანების ჯანმრთელობას და ნარკომანიასთან ბრძოლას. ერთიანი ეროვნული გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით ხვალ 3 ივლისს იწყება. მზადდება საგამოცდო ცენტრებში დაწყებულია. დღეს ეწყობა ეგრეთ წოდებული საგამოცდო გენერალური რეპეტიცია. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში 510 აბიტურიენტი და 454 პედაგოგია დარეგისტრირებული. ჯამში კი 954 აპლიკანტი. ხვალ გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება. რაც შეეხებათ პედაგოგებს, მასწავლებლები გამოცდებს 8 ივლისიდან შეუერთდებიან. ოზურგეთის კულტურის ცენტრში მუსიკალურ-თეატრალური კომპოზიცია ლეგენდების სიყვარულზე გაიმართა. კულტურის ცენტრში ლიტერატურულ, მხატვრული, ამასთანავე მუსიკალური კომპოზიცია მარადეულ გრძნობას სიყვარულს მიეძღვნა. ნიკარა და მარგალიტას ლეგენდად ქცეული სიყვარული. ყველასათვის საყვარელი პერსონაჟები თარაშემხვარი და თამარი. თვარის მოტაცებიდან. ვერელი მარგო უიღბლო სიყვარულით, დიმიტრი შევარდნაძე და მისი გულისწორი ქეთევანი. ეს არასრული ჩამონათვალია იმ წყვილებისა, რომლებიც გუშინ სცენაზე მსახიობებმა ბელა კიკვაძემ, ჯაბა მორჩილაძემ და მარიამ ხანთაძემ შთამბეჭდავად გააცოცხლეს. თეატრალურ წარმოდგენას საინტერესო მთხრობელი მსახიობი გიორგი დოლიძე ჰყავდა. წარმოდგენა, რომელსაც ლეგენდების სიყვარულზე ერქვა, მუსიკალურად და ქორეოგრაფიულად დახვეწილი და რაფინირებული იყო, რომელზედაც ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა ეკა ჭელიძემ, მარეხი მჟავანაძემ, მაია თოთიბაძემ და ანსამბლმა რეხეულმა იზრუნეს. ქორეოგრაფიულად კი კომპოზიცია აკადემიურმა ჯგუფმა ზენაარმა შეკრა. ამ დღის შემქმნელების ჩანაფიქრი შედგა. მაყურებელი გრძნობებსა და ისტორიებში ამოგზაურეს. მუსიკალურ-თეატრალური კომპოზიციის სცენარის ავტორი და მუსიკალური ხელმძღვანელი ეკა ჭელიძე. რეჟისორები კი ვახტანგ ჩხარტიშვილი და ნინო ჯიჯიეშვილი გახდნენ. მე მინდა ერთი რამ თქვა, ვიჯექი დარბაზში და ვფიქრობდი, ნამდვილად დიდი ხანია ასეთი სიამოვნება არ მიმიღია, როგორც მაყურებელს. ეს იყო შესანიშნავი ქართული სულით გაჯერებული საღამო. ან რა ცეკვები, ან რა სიმღერები, ან რა წარმოდგენები, ან
რა ნაწყვეტი სპექტაკლებიდან, კინოებიდან. ესე იგი, მთელი ქართული კულტურა იყო თავმოყრილი დღეს ამ საღამოში და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა და იმ მაყურებელს მოუწოდებ, რომელიც აქ იჯდა, რომ გაუზიაროს ყველას, რომ შემდგომში ასეთ საღამოებზე მოვიდნენ დარბაზი სავსე იყოს მეტი, ის ექნება თავად მსახიობებს სტიმული, რომ ჩაატარონ ასეთი საღამოები. დღევანდელ ვირტუალურ სამყაროში ხშირად აღნიშნავ, რომ ადამიანური ურთიერთობები და გრძნობები თითქოს განელდა და მინდოდა, რომ ისეთი თემა მერჩია, რომელიც ადამიანების გულებს შეეხებოდა, სულებს შეეხებოდა ადამიანების, რომლებიც აი ყოველდღიური რუტინით არიან გადაღლილები და თითქოს ჩვენ თითოეული ჩვენგანი გავუხეშთით ამ ყოველდღიურობიდან გამომდინარე, ამიტომ მინდოდა აი ეს მარადიული თემა, რომელიც ყველას შეგვეხებოდა აუცილებლად ეჭვიც არ მეპარება ადამიანი არსებობდეს, ვისაც ამას ემოცია არ მქონდეს და ასეც ველოდი რომ მაყურებლისგან იქნებოდა შესაბამისი რეაქცია. მე ასე მეგონა რომ ყველა თითქოს ერთ ამოსუნთქვაში უსმენდა და ძალიან ბედნიერად გრძნობ თავს დღევანდელი ღონისძიების შემდეგ. ეს გახდა დღეისთვის ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.